შექმნით MetaMask-ის საფულე. ტესტნეტებში და არა მხოლოდ ტესტნეტებში, ზოგადად კრიპტო სფეროში მნიშვნელოვანია და აუცილებელიც არის საფულების გამოყენება. ტესტნეტებში ერთ-ერთი ტრენდული საფულე არის MetaMask-ი. თუმცა სხვა საფულეების შესაძლებელია გამოვიყენოთ და თუ დაგვჭირდება შემდეგ განვიხილოთ სხვა საფულის შექმნა. MetaMask-ი Google-ის extraction-ში უნდა ჩამოვთვლოთ უშუალოდ აი ეს MetaMask-ი. აქ საძიებლის სისტემაში შევეძებთ MetaMask. ამოვაგდეთ აი ეს რაღაცას. ვაინსტალირებთ. მიდის ჩაატვირთვა. ჩაიტვირთება და აი აქ გამოჩნდება საფულის ლოგო. აი ჩვენი საფულის აი სად არის? აქ ჩვენ შეგვიძლიათ ავყინოთ საფული და წინა პლანზე თვალსაჩინოდ ჩანდეს, აი პინს ვიცემ და გამოჩნდა. ვიწყებთ. ეთანხმებით. და ვაძლევთ ახალი საფულის შექმნას. ჩვენ შეგიძლიათ თუ სხვა საფულებობს იმას იმ ექსპორტი გავაკეთოთ და აღვადგინოთ აქ, ან კიდევ შეგნოთ ახალი საფული. ამ შემთხვევაში მოდი შევქმნათ ახალი საფული, ხო ეს ემელია. ახლა დაგეთა. აი აქ ჩავწერთ passwords. რაც გვინდა ჩვენი passwords. რა თქმა უნდა password-ი უნდა იყოს რთული. მაგრამ ამ შემთხვევაში გავაკეთოთ მარტივი password-ი. აქ ვაძლევ სიტყვებს. ამ სიტყვების შენახვა არის აუცილებელი. თუ ჩვენ საფულე დავაგართ ცუდომას, ან შევეცდებთ აღვადგინოთ ეს საფულე სხვა მოწყობილობაში ან სხვა ბრაუზერზე, დავჭირდება აუცილებლად ეს სიტყვები. აი ამ სიტყვების სხვისთვის გადაცემა არ შეიძლება, რამე თუ შესაძლებელია სხვა თავის მოწყობილობაში აღადგინოს შენი საფულე და საფულეზე არსებული აქტივები მოკმაროს წაგართვას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ამ სიტყვებს ვნახავთ ისეთ ადგილას, რომელსაც ცუდომა არ ექნება არავის. სასურველია თუკი აი ამ სიტყვებს ამოვიწერთ პლასტიკ ფურცელზე, დავკეცავთ და შევინახავთ. აი ეს სიტყვებია ეს. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ რადგან სატესტოს ვაკეთებთ, დავაკოპიროთ და ცალკე ფურცელზე აი აქ დავთოთ. შემდეგ ვაძლევთ გაგრძელებას, როცა ამოვწერთ ფურცელზე, გადავამოწმოთ ხო სწორად ამოვწერეთ. გაგრძელებას და გვეკითხება ტესტს აკეთებს სამდენად ამოწერილი მოაქვს თუ არა ჩვენ საფულის სიტყვები. მეექვსე სიტყვა მათგან რომელი არისო? მეექვსე village. ინგლისური ცოტა თუდად ვიცი და არ დამკითხოთ. მეექვსე canon. მეშვიდე canon. რეალურში კანონი და მე-11 task და widget tasks. ვაძლევთ გაგრძელებას. ეთანხმებით.
და აი ჩვენი საფულეც შეიქმნა. შეიქმნა ეთერების მაინეტზე, აი აქაც არის ჩვენი საფულე. ბალანს 0-0-ია. ეს არის ქსელები. აქ შეგვიძლია ხელი დავამატოთ ქსელები. ძირითადად ის ქსელები, რომელიც ჩაშენებულია მასში. სულ ეს იყო. კარგად გრძანდებოდეთ.